მშვიდობის დამყარებას ყველგან შევეცდები, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში არასდროს შევყავდები. განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვისას. დონალდ ტრამპმა მშვიდობის სურვილზეც ისაუბრა, თუმცა ამავე დროს ომითაც დაიმუქრა და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ირანთან მიმართებით მისი პირველი არჩევანი დიპლომატია და მოლაპარაკებებია. თუმცა თუ კი საჭირო იქნება მიზნის მისაღწევად, არც სამხედრო ძალის გამოყენებაზე დაიხევს უკან. მანვე თქვა, რომ თეირანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გარიგება სურს, თუმცა ჯერ ჯადოსნური სიტყვები არ უთქვამს. ეს სიტყვები კი ასე ჟღერს: ჩვენ ბირთვული იარაღი არასდროს გვექნება. ვიდრე ირანზე ისაუბრებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თქვა ისიც, რომ უკვე მეცხრე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის მუშაობს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ მეცხრე ომის დასასრულებლად, მკვლელობისა და ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც ყოველთვე 25,000 ჯარისკაცი იღუპება. დაფიქრდით ამაზე, თვეში 25,000 ჯარისკაცი იღუპება. ეს არის ომი, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა. როგორც პრეზიდენტი ყველგან დავამკვიდრებ მშვიდობას, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა არასდროს შევყონდები ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში, სადაც ამის აუცილებლობა იქნება. სწორედ ამიტომ გასული წლის ივნისში განხორციელებული ძალიან წარმატებული ოპერაციის ფარგლებში შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშით, რომელიც შუაღამის უროს სახელით არის ცნობილი, მათი ბირთვული იარაღის პროგრამა გაანადგურეს. აწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების პოლიტიკა იყო, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ქონოდა. მრავალი აწლეულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 47 წლის წინ მათ ამაღ ქვეყანაზე კონტროლი მოიპოვეს, რეჟიმმა და მისმა მკვლელმა მარიონეტებმა მხოლოდ ტერორიზმის, სიკვდილი და სიძულვილი გაავრცელეს. მათ ეგრეთ წოდებული გზისპირა ბომბებით ათასობით ამერიკელი სამხედრო და ასობით ათასი მილიონობით ადამიანი მოკლეს და დაასახიჩრეს. ისინი გზისპირა ბომბების მეფეები იყვნენ და ჩვენ ყასემ სოლეიმანი გავანადგურეთ. ეს ჩემი პირველი ვადით პრეზიდენტობისას გავაკეთე და ამას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. სწორედ ის იყო გზისპირა ბომბის მამა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში საპროტესტო გამოსვლების დროს მათ როგორც ჩანს სულ მცირე 32,000 დემონსტრანტი მოკლეს. 32,000 დემონსტრანტი საკუთარ ქვეყანაში. მათ ესროლეს და ჩამოახრჩვეს. ჩვენ სერიოზული ძალის გამოყენების მუქარით ბევრი მათგანის ჩამოხრჩობას ვაჩერებთ. საშინელი ადამიანები არიან. უკვე შეიმუშავეს რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევროპასა და ჩვენს ბაზებს საზღვარგარეთ და მუშაობენ ისეთ რაკეტებზე, რომლებიც მალე შეერთებული შტატების ტერიტორიამდეც მიაღწევს. შუაღამის უროს შემდეგ მათ მიიღეს გაფრთხილება აღარეცა და თავიანთი პროგრამის აღდგენა, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის მიმართულებით, თუმცა ისინი ყველაფერს თავიდან იწყებენ. ჩვენ ეს პროგრამა გავანადგურეთ, მათ კვლავ თავიდან დაწყება სურდა ამ მომენტშიც, ისევ თავიანთ ბოროტ ამბიციებს მისდევენ. ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მათ სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ ჯერ არ გვსმენია საიდუმლო სიტყვები. ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი. ჩემი არჩევანი ამ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებაა, თუმცა ერთი რამ ცხადია, მე არასდროს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორიზმ მთავარ მხარდამჭერებს, რაც ნამდვილად არიან ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ეს არ მოხდება. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, ირანის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ მათი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და რომ პირობას დებენ იარაღს არ შექმნიან. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდამდე 2 დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმეც კიდევ ერთხელ გაიმეორა. ირანი ბირთვულ იარაღს არავითარ შემთხვევაში არასოდეს შექმნის, დაწერა მან პლატფორმა X-ზე. კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ახალ ლიდერთან, დელსი როდრიგესთან, რომელიც ნიკოლას მადუროს მმართველობის პირობებში ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს.
იანვარში ელიტურმა ამერიკელმა მეომრებმა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და შთამბეჭდავი სამხედრო ოპერაცია განახორციელეს. ასეთი რამ არავის უნახავს. უცხოელმა ლიდერებმა არ გეტყვით ვინ დამირეკეს და მითხრეს ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან კარგი იყო. ისინი ვერ იჯერებდნენ. ყველამ ნახა, ყველამ დაინახა რაც მოხდა. ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა მათი თავდაცვა გაარღვიეს და არა მხოლოდ მტერი დაამარცხეს, არამედ უკანონო დიქტატორის ნიკოლას მადუროს მმართველობა დაასრულეს და იგი ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე მოიყვანეს. ეს აბსოლუტურად კოლოსალური გამარჯვება იყო შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის და მან ვენესუელას ხალხისთვის გახსნა ახალი ნათელი დასაწყისი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ვენესუელას ახალ პრეზიდენტთან დელსი როდრიგესთან, რათა გზა მივცეთ ჩვენი ქვეყნებისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური სარგებლის მოტანას და ახალი იმედი მივცეთ მათ, ვინც ასე ძალიან იტანჯებოდა. ოპერაცია, რომლის შედეგადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავა, იანვრის დასაწყისში ჩატარდა.